ბელკა და სტრელკა იყვნენ შემდეგი ძაღლები, რომლებიც კოსმოსში გაფრინდნენ. მათ ერთი დღე გაატარეს სპუტნიკის ხომალდზე, 42 თაგვთან, 2 ვირთხასთან, მცენარეებთან, ბუზებთან და სოკოებთან ერთად. ყველა ორგანიზმი გადარჩა და კაფსულა 1960 წლის 19 აგვისტოს დედამიწაზე დაბრუნდა. 1961 წელს სტრელკას ერთ-ერთი ლეკვი ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის აჩუქა. ბელკასა და სტრელკას შესახებ ფილმიც გადაიღეს. ბელკა და სტრელკა ვარსკვლავური ძაღლები, რაც მათი პოპულარობით იყო განპირობებული. პატარა ბუზი და პატარა ფუტკარი ერთი დღე იმყოფებოდნენ სპუტნიკის ხომალდზე სხვა ცხოველებთან, მცენარეებთან და მწერებთან ერთად, მაგრამ ატმოსფეროში დაბრუნებისას მოხდა რაკეტის გაუმართავობა. უცხო ქვეყნები მოითხოვდნენ კაფსულის დათვალიერებას, რათა სუსტად გაერკვიათ რა მოხდა, თუმცა საბჭოთა წარმომადგენლებმა კაფსულა დისტანციურად გაანადგურეს, რის შემდეგაც ყველა მგზავრი დაიღუპა. ეს შემთხვევა 1960 წლის 1 დეკემბერს მოხდა და იმ დროს დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟიც გამოიწვია. შემდეგი ორბიტული კოსმოძაღლი იყო ტრუნუშკა, რომელიც სპუტნიკის ხრით გაფრინდა 1961 წლის 9 მარტს. მისი თანამგზავრები იყვნენ კოსმონავტის მანეკენი სახელად ივან ივანოვიჩი, გინეის ღორი და თაგვები. დაშვებისას მანეკენი კატაპულტირებული იქნა და პარაშუტით დაეშვა, ხოლო ძაღლი კაფსულაში დარჩა და უვნებლად დაბრუნდა დედამიწაზე. კიდევ ერთ კოსმოძაღლს სახელად ზვიოზდოჩკას ფრენა იური გაგარინის ისტორიულ გაფრენამდე ზუსტად 17 დღით ადრე მოხდა. ზუსტად ისე როგორც მანამდე, ხის მანეკენი კატაპულტირდა და წარმატებით დაეშვა. დედაც დამტკიცდა, რომ ადამიანი უსაფრთხოდ შეიძლებოდა დაბრუნებულიყო დედამიწაზე. ამან საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი იური გაგარინის გაფრენას, რომელიც 2 კვირის შემდეგ განხორციელდა. საბჭოთა კავშირმა 1950-იან 60-იან წლებში ათობით ძაღლი გაუშვა, როგორც სუბორბიტალურ, ისე ორბიტალურ მისიებში. ძაღლები მათი უნიკალური თვისებების წყალობით კარგ პროპაგანდისტულ ღირებულებას წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ აირჩიეს ისინი სხვა ცხოველების ნაცვლად. მაგრამ მათ სასტიკი და მკაცრი მომზადება გაიარეს, რათა კოსმოსის მძიმე პირობებისათვის ყოფილიყვნენ მზად. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.